მშვიდობის, დილამშვიდობის გაბატონო რუსუდან. არაჩვეულებრივი ამინდი გაზაფხული მოვიდა, მეგობრებო, ხანდა აპრილიც დასრულდება, აღდგომა მოდის. მალე და რაღაც უკვე უნდა მოვემზადოთ ხო ისეთი რაღაცა გემრიელობებით და გასთავარია, როცა გაზაფხული არის. ნუ ქართულ სახლში ხო ყოველთვის გაზაფხული არის და ყოველთვის არაჩვეულებრივი დაწყობა არის. აი ოჯახებში ერთ სუფრას რომ გადახედა უკვე ბევრი ასე ვთქვათ, ფხალეული, ბევრი ბოსტნეული და რაღაცა ბევრი მწვანე მოკლედ ვიტამინები ივსება ჩვენი სახლი და ამიტომ დღეს ქართული სახლი და ქალბატონი რუსუდანი შემოგთავაზებს გაზაფხულის შემოსვლის ერთ-ერთ ესე იგი ყველაზე გემრიელ კერძს. მე ძალიან მიყვარს და არ მგონია ქართულ ადამიანს, არა მარტო ქართულს, არ უყვარდეს ეკალა. გემრიელი, სასარგებლო და ძალიან მარტივად მოსამზადებელი. ქალბატონ რუსუდან მარტივად მოსამზადებელს კი ვამბობთ ამას, მაგრამ ძალიან ხშირად აი რომ უთქვიეთ ხოლმე დიასახელსებს, აი ცოტა უხეში იყო, ცოტა რაღაცა. როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა გავარჩიოთ. გარეცხვაზე აღარ ვსაუბრობ, ესე იგი ეკალას. უნდა გავარჩიოთ იქამდე მოუწყვიტოთ ეს ყუნწი, სანამ ნედლია. თვითონ გიჩვენებს ის პროდუქტი ხელში რომ დავიჭერთ, ნედლი სადაც არის, იქ უნდა მოუწყვიტოთ და აი ესეთი პატარა ლამაზუნები დაგვრჩება, აი ესეთი არაჩვეულებრივი. აი ნახე, მინახე როგორი ხელს კიდებ და უკვე თვითონ ესე იგი ტყდება. ანუ ეს უნდა გავარჩიოთ, არ დაგვენანოს რომ ძალიან ბევრი იქნება გადასაყრელი, საბოლოოდ იქნება ძალიან გემრიელი და ლამაზი. ჩვენ აგვაქვს უკვე გარჩეული ეკალა. დიახ. აი აქ რა ხდება? ეკალას მოსამზადებლად საჭიროა ნიორი, კი ბატონო, დაღერღილი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, მარილი, ქინძი, ხმელი ქინძი, უცხოსუნელი, ყემალი და ნედლი ქინძი. აი აქ არის ეს იგი უზარმაზარი ჯავი, თამადა, ნიგოსი. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მიერთვათ ნიგოსი. სხვადასხვა მიზეზების გამო, ალერგია, ექიმი უკრძალავს და ამ შემთხვევაში ხო შეიძლება რომ მოითუშოს ხალხთან ერთად. როგორ არ შეიძლება, მაგრამ ის არ იქნება რა ჩვენ ამდენიც ვილაპარაკეთ იმ გემოზე არ წავა. იმ გემოზე არ წავა, რა საკვირველია. კარგი, აი რა შეეხება ამ ტყემას, მწვანე ტყემალი. ეს მე ვიცი რომ ქართულ სახლში თქვენ ჩვენ ვამზადებთ, ჩვენ ამზადებთ და ყიდულობთ და მოდის მეგობრებო, მოდის უკვე ახალი ტყემლის სურნელი, სასწაული და თუ არა მაქვს სახლში ჯერ ახალი ტყემალი, ამ შემთხვევაში შეიძლება ძველი ტყემალიც მწვანე იყოს რაც მთავარია. მოდით ახლა დავიწყოთ კეთება. მე ვიცი რომ ეკალას აღარ ჭირდება უკვე დაჭრა. არა, ეს უკვე გამზადებულია, გარეცხილია. ხახვი, რომელიც აუცილებელია. ხახვი აუცილებელია. მე ვიცი რომ ჩემ პროდიუსერს არ უყვარს ხახვი, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდით ისე დავჭრათ, რომ მასაც შეუყვარდეს რა. მოდით მაშინ ვაჩვენოთ როგორ იჭრება. ქალბატონო რუსუდან, ნახეთ ეს ხახვი თქვენთვის იჭრება ძალიან წვრილად. ქალბატონი რუსუდანი ჭრის ქალბატონი რუსუდანისთვის. მწვანე ხახვი შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე. არა, საერთოდ თეთრი ხახვი უხდება. თეთრი ხახვი უხდება. ეს არ ითუშება, ხო? არა, არ ითუშება. ეს ცოცხლად უნდა გამოვიყენოთ. ესე იგი ჩვენ თუ გინდათ რომ გემრიელი მიირთვათ, უნდა გაკეთდეს ესე როგორც მე გავაკეთებდი. გასაგებია? აქ ზედმეტ კითხვები აღარ არის დასასრულებელი. მე საერთოდ ვამბობ, ქართულ სახლში ყველაფერი ისეთი გემრიელია. მე აქ მოვდე 1 კილოს ვიმატებ. რატო? იმიტომ რომ ვარ დავაგემოვნო ესე როგორ შემოგთავაზებთ თქვენ ამ ყველაფერს. ნახეთ რა წვრილად არის ეს ყველაფერი დაკეპილი, აი ესე. ეხლა ჩვენ წავალთ. დუღარე წყალში უნდა ჩავყავთ ჩვენი ეკალა. მარილი არაფერი არ ჭირდება. არაფერი არ უნდა. მარტო დუღარე წყალში. თუ თვითონ გავსინჯოთ, ამოვიღოთ ნახოთ. ეხლა ეს იმდენად ნედლია რომ 10-15 წუთი ეყოფა. შემდეგ ამას თუშფალანგში გადავწურავთ. გავწურავთ. მე გაცივდება, უნდა დაიჭრას აუცილებლად. მოკლედ ჩვენ ახლა წავედით სამზარეულოში და მეორე ჩართვაში გიждები უკვე შეზავება, შესუნელება და საგემოვნებაზე რა საკვირველია, რა უხდება ამას მეორე ჩართვაში გეტყვით მე თქვენ. ასე რომ დროებით ჩვენ წავედით სამზარეულოში. დავბრუნდით მეგობრებო, აი ეს მეორე ჩართვა ვიყავ სიგიჟემდე, იმიტომ რომ ეხლა იწყება არევ მორევ მირევა. მე მზად ვარ. წავიდა ეკალა. დავუმატოთ ხახვი. კი ბატონო. ეხლა ქინძი ბლომად ქინძი უხდება ძალიან. ჯერჯერობით კოვზით მოურევნე. მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე არ მყავს კოვზით, მაგრამ გემრიელად ხელთათმაკ. ეხლა ხმელი კი ბატონო, სადღაც 2 კოვზი. ეს ეკალა დაახლოებით რამდენი იყო? 1 კილო, 2 კილო, საშუალოდ. საერთოდ 3 კილო იყო. საერთოდ 3 კილო იყო. ნუ მე დავიდა კილო და 200-ზე. ნიორი დავამატოთ. კარგად.
ზოგს არ უყვარს ნიორი, ისე რომ ნორმალურად ყავს თავის გემოსკენ. ყვითელი ყვავილი, ლამაზ ფერზე ტოვებს ყვითელი ყვავილი და თან არომატსაც აძლევს. ხდება. დაღერგილი წითელი წიწაკა. ძალიან ბევრია. წიწაკა გემოვნებით. ზედმეტად ცხარი არ გამოვიდეს. ახალი მწვანე წიწაკა არ შეიძლება. შეიძლება, მაგრამ როგორც ხაბატონო რუსუდან მათქვა, თუ გინდათ გემრიელი გამოვიდეს ზუსტად ისე ჩემნაირად უნდა გააკეთო. როგორც მე ვაკეთებ. მარილი. ტყემალი. ეხლა რაც თავარია ნიგოზი. მარილი თან ბევრი არა, იმიტომ რომ კიდე ტყემალი ემატება და ისიც ხო ასე ვთქვათ. მუმლაშო მომჟაო არის. ნიგოზი მიდი. ეხლა ბოლოს ტყემალი, რომ გავიგოთ სისქე როგორი მოგვივა. სასწაული. და ეხლა უნდა ამას აუცილებლად ხელით მორევ. წავიდა ეხლა ხელით მორევა. ეს ყველაფერი ერთმანეთში გაჭდეს. რა უხდება მეგობრებო ეხლა ამაზე? აი ჭადი. ხომ უხდება? კი, ცხელი ჭადი. ცხელიცია ჭადი. აკნა ღვინოც რო უხდება, ცოტა თეთრი რა გავაკეთო, ხო უხდება? კი, როგორ არ უხდება, უღვინოთ რა არის ფასი. მე მაგალითად ძალიან მეყვარს ყველიც რომ მივაყოლოთ. ეხლა ამას რატო ვიცით, რომ ქართულ სახლში ესე იგი კედლებსაც ყურები აქვს, ყველაფერი ესმის და მე აუცილებლად ნიგოს ამატებს მეგობრებო 7 კილო ნიგოზი უნდა, ესე იგი 2 კილო ეკალას ქართულ სახლში ესე აკეთებენ. ეხლა უცებ გაიგებს ეს კედელი შემდეგ გადასცემს მეორე კედელს და გაზაფხულზე არაჩვეულებრივი არის ქართული სახლის ეზო. იქ უნდა დავაგემოვნო ეს ყველაფერი და მე ვიცი რომ ის ჩამონათვალი რაც მე მიყვარს და რაც უხდება ეკალას მე იქ დამხდება. მე ყოველ შემთხვევაში ესე მგონია და ვნახოთ პომიდორის ვარგები. დიახ. რომელიც ძალიან მარკები გასაკეთებელი არის. კი. თქვა საიდუმლო როგორ გააკეთე? თქვით. პომიდორს ლამაზად უნდა შემოვაცალოთ კანი, ოღონდ ისე რომ ესე იგი არ გაწყდეს და არ გაიჭრას და შემდეგ რომ შემოეცლება თვითონვე ეს ვარდი ესეთ ფორმას იღებს და საგაზაფხულო წინა საღდგომო სუფრას ვაწყობთ ჩვენ. ხომ არ დააგემოვნებდით? ჯერ თუ შეიძლება აი აქ ესე იგი დადეთ და შემდეგ დავაგემოვნებ აუცილებლად. ვაიმე, იცით რა სურნელი მოდის, ვაიმე. დავამატოთ. დაბალკალორიულია მეგობრებო ეს. აბა რა. ნიგოზი რო არ იყოს ამდენი. ნიგოზიც აუცილებელია. აქ არის ყველაფერი ცოცხალი ვიტამინებით სავსე საგაზაფხულო ეკალა ყველაფერს იგი ამბობს. ეხლა წავედი ეზოში, მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ, აი ამ გემრიელობისთვის და წავედით, ნახონ. გაიგეს ყველაფერი და დამხვდა ის რაც ვისურვე, ცხელი ჭადი. ყველი რასაკვირველია ეკალა და აი ეს ბაღჩა რომელიც გაზაფხულს ძალიან უხდება. რა ჩემი ბრალია, თეთრი ღვინო მეთქი წამომცდა, აგერ არის თეთრი ღვინო. არაჩვეულებრივი ეზო, ფანტასტიკური ამინდი და რასაკვირველია განწყობისთვის აი საოცარი მელოდია, რომელიც დილიდან ჟღერს ქართულ სახლში. ჩვენთვის სიმღერებს ელენე ფოჩხო, რომელიც ყოველ დღე ქართულ სახლში გელოდება. ბედნიერად. იღიმება უშტვალებაია სიტყვა ისევ შემოიჭრა გულში თითქოს გულიდან შემოდესია ჩქარა თორე მიესამნის სურნეს დოროგატას გაზაფხულის სიჯა